მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან სულ სიმართლეებს გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი იმისთვის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ ვინც არ მისცემთ გაგეცნობთ მე ვარ კატო რამოდენიმე დღეა სულ რაღაცა ვერ ვიგებ რა ხდება სიმართლე გითხრათ ძალიან მინდა რომ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ მეტი რაღაცა თქვენთვის საინტერესო ვიდეოები ჩავწერო მაგრამ თითქოს რაღაცის თქმა უნდა სამყაროს, არ ვიცი რაღაცის გაფრთხილება უნდა სამყაროს. ესე რომ ვთქვათ, ძალიან ფორიაქის მომენტები მაქვს. კი, მუშაობ, კი, ვაკეთებ რაღაცა საქმეს, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მიყვარს. მაგრამ რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ თითქოს არ ვიცი, უენერგიოთ ვარ, რომ ჩავწერო რაღაცა ვიდეოები და რაღაც სანამ ყველაზე მეტი მოთხოვნადი მაინც პირად ურთიერთობებზე არის და ვცდილობ ხოლმე რომ მაინც მარკეტ წავიდე მეც და მაქსიმალურად შევეცადო რომ ეს ყველაფერი დავამუშავოთ ხო თქვენთან ერთად რა თქმა უნდა რომ თქვენ ინფორმირებული იყოთ და ვისთვის რა არის საჭირო ხო რაღაცა გაცნობიერებისთვის გჭირდებათ ხო თუნდაც ეს ტაროს გაშლა და მინიშნებები მაგრამ აი არ ვიცი თითქოს რაღაცა სამყარო ითხოვს იმას რომ მინიშნებები მოგცეთ აღონთ არა ესე კონკრეტულ ურთიერთობასთან მიმართულებით არ ვიცი რისი მინიშნება უნდა სამყაროს ვერ ვხვდები ესე მომენტალურად როცა ვთქვათ და მოდით ეხლა გავაკეთოთ გაშლა ალბათ ესეც რაღაცა ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა იყოს და ვიღაცას რაღაცაში დაეხმარება ხო ეს გაშლა ამიტომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა მოდით ესე გეტყვით რამდენად აქტიური ყურება აქვს ამა თუ იმ ვიდეოს ჩემთვის მთავარია ადამიანები რომლებიც მისმენენ თუნდაც ერთი ადამიანისთვის ეს იყოს ძალიან ისეთი საყურებლად და საჭირო ინფორმაცია მიიღოს რომ დავეხმაროთ ხო აუცილებელი არის ათასობით ადამიანმა უყუროს და ამაზე ვიმუშაოთ და ამაზე გავთვალო ეს ყველაფერი ამიტომ რაღაც სამყარო ითხოვს იმას რომ ვიღაცა სჭირდება რაღაც ისეთი ინფორმაცია რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის და უნდა მივაწოდოთ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ამიტომ მოდით რომ წაგართვით დროც და დავიწყოთ მოდით გავაკეთებ აუცილებლად ვარიანტებად იმიტომ რომ ალბათ რაღაც მომენტში რამდენიმე ვარიანტი არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ცოტა ისე მომდის ინფორმაციები ამიტომ მოდით გავაკეთებ ესეთ სამ ვარიანტად პირველი ვარიანტი რა არის ახლა თქვენს ცხოვრებაში და რისი მინიშნება უნდა სამყაროს თქვენთვის მეორე ვარიანტისთვის რა არის ახლა თქვენს ცხოვრებაში და რისი მინიშნება უნდა სამყაროს თქვენთვის და მესამე ვარიანტი რა არის ახლა თქვენს ცხოვრებაში და რისი მინიშნება უნდა სამყაროს თქვენთვის და იმისთვის რომ უფრო მარტივი იყოს ახლა აქ ვერ გხედავთ როგორც ვუყურებ კამერაში ამიტომ მოდით ესე გავაკეთოთ ყვითელი სანთელი იყოს პირველი ვარიანტი მგონი გამოჩნდება კარგად მეორე ვარიანტი იყოს ესეთი ლურჯი სანთელი და მესამე ვარიანტი ცოტა ჩამოვწევ რომ უფრო დაინახოთ და მესამე ვარიანტი მოდით იყოს ესეთი ცოტნღაც ესეთი სანთელი მგონი ჩანსხა ესეც ცოტა მოყვითალოა მაგრამ ეს არის სანთელი მირზაანის ზედათა მონასტრიდან სხვათა შორის გრემის მთავარ ანგულოში შევიძინე ძალიან სასწაულის სურნელოვანი არის ეს ფიჭა არის მოკლედ აირჩიეთ ვარიანტი ან შეგიძლიათ სამივეს მოусმინოთ იქიდან გამომდინარე რომ უფრო მოახერხოთ რომ რომელი ვარიანტი შეიძლება ინტუიციურად კი რა თქმა უნდა ინტუიცია ძალიან კარგია როცა ადამიანს ძალიან კარგად აქვს
გაღვივებული, მაგრამ ხანდახან არის ხომ რომ შევა ინტუიციამ მოგვატყუოს და ვთქვათ, რა სიტუაცია არის, იმის მიხედვით რეზონირდეს თქვენი მდგომარეობა. მოკლედ, პირველი ვარიანტი, ვინც აიჭერთ, მე ცოტა ისე გავწევ ამას, იმიტომ რომ ამჭირდება როგორც ხედავთ სივრცე. და პირველი ვარიანტი. ვინც აიჭერთ ყვითელი სანთელი, რა ხდება ახლა თქვენთან მიმართებაში. აქ პირდაპირ ამოდის იმპერატორის არკანი და ნახეთ აქ მე ესე ვიტყოდი რომ აქ რატომღაც ადამიანებს აქ არის სიტუაცია კონკრეტულად ოჯახური მდგომარეობა ეს არის პირველი ვარიანტი ვისთანაც არის სიტუაცია რომელსაც ქვია ოჯახი რომელსაც ქვია ურთიერთობა, სადაც ადამიანი რატომღაც ესე ვიტყოდი, ცოტა განრისხებული არის, შეიძლება ითქვას, ადამიანი არის ცოტა მძიმე ენერგიებში, კი იმპერატორი გასაგებია, რომ არის ზოგადად რომ მიუყვეთ ესე ძლიერი, პრინციპული, ცოტა ისეთი როიტყვან ხასიათების ადამიანი, მაგრამ აქ ნახეთ როგორი მომენტი, აქ თითქოს ადამიანს დაკარგული აქვს გაანალიზების უნარი, აქ თითქოს ადამიანს დაკარგული აქვს მსჯელობის მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს გამოვლილი აქვთ საკმაოდ რთული მდგომარეობა, საკმაოდ მძიმე სიტუაციები და აქამდე როგორც მოვიდნენ ძალიან დიდი წვალებით, ძალიან დიდი ჯაფით და ძალიან დიდი ერთმანეთის გატანითაც შეიძლება ესე ითქვას. აქ პირველი ვარიანტი არის ოჯახის მდგომარეობა. თუ თქვენ ოჯახურ სიტუაციაში არ ხართ და არ გაქვთ შექმნილი ოჯახი უკვე, ვთქვათ, აქ თქვენი არ არის გასვლა, ხო, სწორად გამიგეთ. და ეს ოჯახი აშკარად არის დაშლის პირას, ესე ვიტყოდი, დაშლის პირას და ადამიანებს უკვე შეიძლება ითქვას ძალა აღარ შესწევთ იმისი რომ ამ ყველაფერთან იბრძოლონ, ამ ყველაფერთან გამკლავება მოხდეს. აქ თითქოს ადამიანს აბსოლუტურად შეცვლილი აქვს იერსახე ადამიანი რომელიც შეიძლება ითქვას იდეალური მამა, იდეალური მეუღლე, იდეალური მეოჯახე, რადიკალურად შეცვლილი ადამიანი მოდის, რომელსაც მიუხედავთ იმისა, რომ საკმაოდ დიდი გაანალიზების მდგომარეობა აქვს, ძალიან დიდი სიბრძნის მდგომარეობა გააჩნია. მე აქ ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ აქ ადამიანი, რომელიც რეალურად თვითონ შეიძლება აძლევდა მაგალითს სხვა ადამიანებს ოჯახი როგორი უნდა იყოს და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ოჯახისთვის, აქ ადამიანს როიტყვიან გონება აქვს დაბინდული, აქ ადამიანი ვერ ხედავს გამოსავალს, აქ ადამიანი დაკარგულია თავის განცდებში, თავის ფიქრებში, თითქოს ესე უფრო ვიტყოდი, რომ აქ თითქოს ადამიანს საერთოდ გონება თავისი აღარ აქვს და რაღაცა მართულია რაღაცა მდგომარეობით. ხო, აქ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანების ოჯახური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე სიტუაციაში და ნუ რაღაცა დასასრულისკენ მივდივარ. რა უნდა იცოდეთ სამყარო, რას გეუბნებათ? რა ინფორმაციას გაძლევთ სამყარო? თქვენთვის რა ინფორმაცია აქვს? ну მოკლედ ვიზეც რეზონირდა და ვინც ამოიცანით თქვენი სიტუაცია, ნახოთ რას გეუბნებათ სამყარო. სამყარო გეუბნებათ იმას, რომ აქ ადამიანს
აქვს დაბლოკილი მდგომარეობა, აქ ადამიანს აქვს შეზღუდული ქმედებები, აქ თითქოს ადამიანი არის კი, აქ ადამიანი არის ისეთ სიტუაციაში, სადაც არეული აქვს სიტუაციები, არეული აქვს გონება. ანუ ნახეთ, აქ არის ის მდგომარეობა სამყარო გეუბნებით, რომ აქ ადამიანს აქვს ხელოვნურად შექმნილი პრობლემები. შეიძლება ითქვას, რომ არის რაღაცა ქმედებების ქვეშ, მაგრამ ნახეთ, ყველასთან ერთი და იგივე სიტუაცია ვერ იქნება. ხო, ვიღაცასთან შეიძლება ეს იყოს ის მდგომარეობა, როდესაც კონკრეტულად არის ნამუშევარი, მაგრამ არის კიდე მეორე მომენტი აქ, თითქოს აი როგორი მომენტია ესეთ ადამიანი, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება, თითქოს აი როგორი მომენტია იცით, თუ აქ არა, აქ აშკარად გონებაზეა ნამუშევარი. აქ ემოციურ მდგომარეობაზეა ნამუშევარი, მაგრამ სამყარო გეუბნებათ, რომ არ არის ეს ყველაფერი რთული, აუცილებლად დაგეხმარებათ სამყარო ამ ყველაფრის გამოსვლაში. ერთადერთი რა მომენტიც არის, ეს არის ის მომენტი, რომ უნდა დაძლიოთ შიშები. ის შიშები, რომელიც გაძლევთ იმის მდგომარეობას, რომ კიდევ უფრო გაერიდოთ და დაკარგოთ ერთმანეთი, ხო? აქ უნდა გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ არ მისცეთ საშუალება ამ მდგომარეობას თქვენი ურთიერთობა და თქვენი ოჯახი დაასრულოს, ხო? აქ ადამიანს თითქოს რა იტყვიან, აი ანუ არ ვიცი 2, 4, 6 მაღალი არკანი გაფრთხილებთ სამყარო, რომ დასრულდება მალე გამოხვალთ ამ სიტუაციიდან, უბრალოდ არ მისცეთ საშუალება ამ ტრანსფორმაციას აუცილებლად არ დათმოთ თქვენი პოზიციები იმასთან მიმართებაში, მე არ გეტყვით იმას, რომ რაღაცა კიდე თქვენ აქედან რამე უკეთეთ მეთქი ისეთი სასწაულებით ხო? არა, აქ უბრალოდ ადამიანს თქვენთვის თუ ეს ადამიანი ღირებულია და თქვენთვის თუ ეს ადამიანი მნიშვნელოვანია, ხო? და რა თქმა უნდა, გაშლას როცა უყურებთ, ესე იგი მნიშვნელოვანია რაღაც ხო ინფორმაცია. გეუბნებათ სამყარო ამ ადამიანზე არის შთაგონება, მაინახეთ მარტო ის არ არის, რომ ვიღაცამ რაღაცა ნეგატივი გააკეთა, ხო, რაღაცა მივიდა ვიღაცასთან, არა. აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს ხშირად უმეორებენ ერთი და იგივეს და ვიცით, ხე შეძახილმა ხე გაახმო, ხშირად გქონია ხო ეს მომენტი, გაგვიგია. აქ თითქოს აი შეგონებების მომენტიც არის კიდევ, რომ აი შენ რაღაცა აქ რა გინდა, შენ უკეთესელოდ, არ ვიცი, აი აქ რაღაცა არის ისეთი მომენტი, როდესაც ცდილობენ ამ ადამიანის შეპყრობას, დაბრკოლებას, გარიდებას სიტუაციიდან, წაყვანას თითქოს, მაგრამ აქ ისეთი მომენტია, რომ სამყარო დაგეხმარებათ აუცილებლად. მთავარი აქ არის ის, რომ მიზანი, რომელიც თქვენი გულწრფელობით იქნება და თქვენი სწორი ქმედებებით იქნება, თქვენ ამ ყველაფერს დაასრულოთ. ეს სიტუაცია დაასრულდება და თქვენი მდგომარეობა აუცილებლად გადავა ცოტა სხვა რაკურსით, ხო? აქ შეძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსვლას, ესე ვიტყვით. აქ საბოლოო ჯამში არჩევანი, რომელიც იქნება გასაკეთებელი, მე ესე ვიტყვი, რომ იქნება ის არჩევანი, რასაც ქვია გასვლა ამ მდგომარეობიდან, ხო, გასვლა იმ სიტუაციიდან, რამ სიტუაციაშიც ახლა იმყოფებით. აქ არის იმის შანსი, მართალია ძალიან ფრთხილი და ძალიან ნელი გასვლა იქნება, იმიტომ რომ ეს არ იქნება მარტივი, ეს არ იქნება ადვილი მდგომარეობა, სადაც შეიძლება ითქვას ბრძოლა არ იქნება ადვილი, პირდაპირ გეტყვით, მაგრამ ამ ბრძოლის შედეგი თქვენთვის იქნება დამაკმაყოფილებელი აუცილებლად. ამ ბრძოლის შედეგი თქვენთვის იქნება ის მომენტი, როდესაც მიიღებთ შედეგს თქვენთვის სასურველ მდგომარეობას, ხო? ანუ იმ სიტუაციას, როდესაც ადამიანს
დაიხსნით, გამოერკვევა, გამოერჩევა ყველა იმ გაურკვევლობიდან და სწორ არჩევანს მიიღებს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საბოლოო ჯამში თქვენი ოჯახური მდგომარეობა კვლავ შენარჩუნდება და კვლავ იქნება თქვენთან ერთად ეს ადამიანი, ესე ვთქვათ, ანუ თავიდან განახლება მოხდება თქვენი ურთიერთობის და თქვენ მიიღებთ აუცილებლად ამაში გამარჯვების მდგომარეობას. მოკლედ აი ესეთი ინფორმაცია არის, ისე რომ ადამიანები, რომლებსაც რაღაცა პატარა გაურკვევლობები იქნება თუ დიდი გაურკვევლობები თქვენ ოჯახურ ცხოვრებასთან მიმართებაში, სამყარო გეუბნებათ, რომ არ შეშინდეთ, არ დაყაროთ ფარხმალი, იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის, იბრძოლეთ თქვენი თავისთვის. მაგრამ ბრძოლა არ ნიშნავს იმას, რომ კიდევ უარესით ჩავიდინოთ ჩვენს, პირიქით ხო, რაღაცა სწორი მიმართულებით, დათმობით იქნება თუ ისეთი სიტუაციებით, პირიქით დავეხმაროთ ერთმანეთს ამ სიტუაციის გამოსვლაში. ნახოთ აბა მეორე ვარიანტი, ვინც აირჩია ლურჯი სანთელი, რა ხდება ახლა თქვენთან? აი თქვენთან არის ისეთი მომენტები, სადაც ადამიანს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. ადამიანს კითხვის ნიშნები ერთი არის, მეორე არის ის მომენტი, როდესაც თითქოს ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცა შეისწავლოს ახალი მდგომარეობები, ახალი სიტუაციები, ხო? აი რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, თქვენს სიტუაციაში, ხო? ხო, აქ არის შეიძლება ითქვას ურთიერთობა, აქაც ურთიერთობა, მაინც ურთიერთობებზე მოდის რატომღაც, მაგრამ მე აქ უფრო კიდევ ერთი მომენტს ვხედავ, მეორე ვარიანტთან გარდა ურთიერთობისა, აქ არის არჩევანი თითქოს მატერიალური კუთხით, რომელი მხარე ჯობია თქვენთვის, ხო, რა სამსახური ჯობია ან რაღაც. აქ თქვენს ცხოვრებაში რა ხდება ახლა, ესე რომ ვთქვათ, ეს არის საკუთარი თავის გამოჩენა, საკუთარ თავში იპოვოთ ძალა, საკუთარ თავში იპოვოთ ის ენერგიები, რომელიც სწორი მიმართულებით წაგიყვანთ, ხო? აი რაღაცა თქვენ ხართ ახლა ესე ვთქვათ, შესწავლა, შეცნობის მდგომარეობაში, ოღონდ არა გარემოების, არამედ საკუთარი თავის. აქ რაღაც მომენტში შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგ არის და ყველა და ყველაფერი ატყუებს, ესე რომ ვთქვათ, ანუ სამსახური იქნება თუ უპირატე ურთიერთობა იქნება, აქ თითქოს ადამიანი თვლის, რომ ყველა მის წინააღმდეგ არის, რასაც ქვია, შეკრებილი და ცდილობენ, რომ რაღაცა ცხოვრება აურიონ, მაგრამ აქ როგორი მომენტია, ეცეთ, აი ცოტა ხანი ჩამოვჯდეთ, შევხედოთ სიტუაციას, გავაანალიზოთ და მერე გავაგრძელოთ, ხო? ანუ ჯერჯერობით ახლა გაჩერებული სიტუაცია გაქვთ, სადაც ცდილობთ, რომ თქვენში იპოვოთ რაღაც ის სწორი მიმართულებები, საით წაიყვანოთ თქვენი ცხოვრება, საით წავიდეთ თქვენი სიტუაციები. რისი მინიშნება უნდა სამყაროს თქვენთვის? ნუ თავიდან დაიწყეთ ნამდვილად ცხოვრება, თავიდან დაიწყეთ ის მდგომარეობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ იცით საით უნდა წახვიდეთ, შეგიძლიათ წახვიდეთ, ესე შეიძლება ითქვას. კი, ძალიან ისეთი მომენტი არის, რომ ხრამში შეიძლება გადავარდეთ, ხო, რაღაცა სამსახური შევიცვალეთ, შეიძლება რაღაცა ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, სადაც ხვალ მერე რა უნდა გავაკეთოთ, ხო, ანუ ურთიერთობიდან გავიდეთ და ცოტა რთულია ურთიერთობიდან გასვლა, ან რაღაცა ისეთი რადიკალური ცვლილებები. თუმცა სამყარო უნდა იმის თქვა, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ თავიდან ყველაფრის დალაგება, თავიდან თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება და ნახეთ, ურთიერთობა იქნება ეს თუ რაც არ უნდა იყოს, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ გამარჯვების გზაზე უბრალოდ გადაადგილდით, უბრალოდ წადით, უბრალოდ იყავით სამართლიანი თქვენი თავთან მიმართებაში, უბრალოდ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება, ანუ მიიღეთ გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილებაზეც აღარ არის აქ ლაპარაკი. ნახეთ, თქვენ თუ ხართ ტოქსიკურ ურთიერთობაში, აქ აუცილებლად უნდა გახვიდეთ ამ ურთიერთობიდან, ხო? თქვენ თუ ხართ ტოქსიკურ სამსახურში, სადაც თქვენი დაფასება არ ხდება, აუცილებლად უნდა გახვიდეთ იმ სამსახურიდან, ხა არავის არ უნდა მოაშლებინოთ ნერვები და არავის არ უნდა
გაამწარებინოთ ხო ცხოვრება სამყარო გეუბნებათ იმას რომ იყავით სამართლიანი არ იმოქმედოთ უსამართლოდ იმისთვის რომ თქვენ იყოთ გამარჯვებული სამყარო გაძლევთ იმის შანსს რომ ახალი ცხოვრებისკენ წახვიდეთ ახალი ეტაპისკენ კი შეიძლება თქვენ ფიქრობთ რომ რა და როგორ უნდა იყოს, მაგრამ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ თუ თქვენ გადადგავთ ნაფის, თუ თქვენ აიღებთ საკუთარ თავთან პასუხისმგებლობას, თუ თქვენ საკუთარ თავთან დადებთ პირობას, რომ ყველანაირად ეცდებით და გინდათ ამ ყველაფრიდან გამოხვიდეთ, ხომ სამყარო მოგეხმარებათ. ნახეთ, თქვენთვის ძალიან ბევრი ისეთი მომენტი არის გაიხსნება, ნახეთ, გაიხსნება ინფორმაციები და გაიხსნება თქვენთვის ძალიან ბევრი საიდუმლო მდგომარეობა, რაც მოგცემთ იმის სიტუაციას, რომ თუნდაც იმპულსურად ერთი ხელის მოსმით ყველაფერი დაშალოთ, ყველაფერი გაანადგუროთ და წახვიდეთ წინ თქვენი ბედნიერებისკენ. ხო, სამყარო გეუბნებათ იმას, რომ დააკვირდით ყველა იმ ნიშანს და ნუყვებით ემოციებს, დააკვირდით ყველა იმ ნიშანს, რასაც სამყარო გიმზადებთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება გამოიყვანოს მდგომარეობიდან, ხო, თქვენი ცხოვრება წინ წაიყვანოს, ასე რომ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ თქვენ თუ გინდათ ბედნიერება, თქვენ თუ გინდათ რაღაცა ცვლილებები თქვენს გარემოებაში, ხო, არა აქვს ნიშნობა კარიერა იქნება თუ ფინანსები იქნება, აქ კარიერული კუთხითაც მოდის, რატომღაც ენერგიები, ესე ვიტყოდი, იმუშავეთ საკუთარ თავთან მიმართებაში და დაასრულეთ ის რაღაცა გაურკვეველი ბრძოლები იმასთან მიმართებაში, რომ დღეს მერე რა უნდა იყოს, ხო? იქნება ის, ანუ ღმერთი, როდესაც გვაძლევს საშუალებას, რომ გავჩნდეთ, ის გვეხმარება კიდევაც იმაში, რომ გადავრჩეთ, ხო? ნებისმიერი განსაცდელი, რომელიც არ უნდა მოვიდეს ჩვენთან მიმართებაში, ყოველთვის გვეძლევა საშუალება, რომ გამოვიდეთ ამ განსაცდელებიდან. უბრალოდ აქ არის მთავარი რწმენა, აქ არის მთავარი სურვილი და აქ არის მთავარი ის მომენტი, როდესაც თქვენ იმ შიშებს დაძლევთ, რომელიც გაქვთ, ხო, რომელიც თქვენთვის ძალიან რთულია. სამყარო მოგცემთ, გამოგიწვით აუცილებლად ხელს და მოგცემთ იმ სტაბილურობას, იმ მდგომარეობას და იმ სისავსეს, რომლისთვისაც ესე ძალიან იბრძოდით, რომელსაც ესე ძალიან ელოდებოდით და რომელსაც ესე ბევრს ნერვიულობთ, შეიძლება ითქვას. აი, თითქოს ისეთი მომენტია, რომ სულ ბრძოლაში ხართ, სულ ბრძოლაში ხართ საკუთარ თავთან. ამიტომ ცოტა მეტი სამართლიანობა, მეტი სიყვარული საკუთარი თავისადმი და დააკვირდით, კარგად დააკვირდით ყველა იმ ნიშანს, რომელსაც სამყარო გაძლევთ, იმიტომ რომ თქვენ გეძლევათ სამყაროსგან ნიშნები. თქვენ გაძლევთ სამყარო ყველა ნაბიჯზე, ყველა სიტუაციაში, ყველა სიტყვაში, ანუ გიჩენთ კიდევაც ისეთ ადამიანებს გვერდით, რომლებსაც შეუძლიათ თქვენ დაგეხმაროთ, რომელსაც შეუძლიათ თქვენთვის რაღაც ისეთი ცოდნა მოგცეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის და ძალიან კარგად შეცვლის ეს ცოდნა თქვენთვის რაღაცა მდგომარეობას. ამიტომ კარგად დააკვირდით ამ ყველაფერს, მიედეთ სამყაროს და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადადგათ ნაბიჯები თქვენი ბედნიერებისკენ. აი ესეთი ინფორმაცია აქვს მეორე ვარიანტისთვის სამყაროს. და მესამე ვარიანტი, ვინც ერჩ ესეთი სკეპის და ფუტკრებით, რა ხდება ხარ თქვენ სიტუაციაში? თქვენ სიტუაციაში არის ესეთი მომენტი, აქ ადამიანი განახლების ეტაპზე არის, როგორც ჩანს, მესამე ვარიანტი ძალიან კარგი. მაგრამ მაინც დავნახოთ, დავაზუსტოთ. კი, აქ ადამიანი განახლების მდგომარეობაში არის, აქ ადამიანი ცდილობს, რომ რამენაირად შეისწავლოს ახალი გზები, ახალი გამოცდილებები შეიძინოს, ხო, აქ ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას
აი თითქოს აქ რაღაც მომენტში ეს გადაწყვეტილებას იღებთ, აბა. ხო, წინ სიარულის ნახეთ, წინ წახვიდეთ, მიუხედავად რაღაცა სირთულეებისა, მიუხედავად რაღაცა პრობლემებისა, ხო, თქვენ აქ რაღაც გაქვთ ის მომენტი, როდესაც იწყებთ განახლებას თავის, როდესაც იწყებთ აქტიურობას თქვენი ცხოვრებისას, როდესაც იწყებთ რაღაც აქ უკვე მესამე ვარიანტს ვიტყვი, რომ აქ უკვე დაწყებულია პროცესები, ცოტა იმპულსურად არის დაწყებული პროცესები, შეიძლება დილას გავიყვიდეთ და თქვით, რომ всё, ვამთავრებ, მე აღარ მინდა ამ სიტუაციაში ყოფნა და ყველაფერს ვასრულებ და ვიწყებ თავიდან რაღაცა ბრძოლას და ყველაფერი ჩამოვიშორეთ. აქ როგორი მომენტია, იცით, აი მესამე ვარიანტთან თითქოს დაწყებულია კონკრეტული ადამიანების ჩამოშორება, კონკრეტული სიტუაციების ჩამოშორება, ხო, რაღაცა თუნდაც მენტალური მდგომარეობით კონკრეტული ფიქრების წაშლა თავის თავიდან, ხო, აქ აშკარად უკვე მესამე ვარიანტი არის რაღაცა თავის ხო, თავის მდგომარეობის გამოსწორებასთან მიმართებაში. აი აქ უკვე როგორი მომენტია, იცით, რომ აღარავის იმედი აღარ მაქვს, არავისთან არანაირი ვალდებულება არ მაქვს, აბსოლუტურად აღარ მინდა არავისთან ვიყო და არავისზე ვიყო დამოკიდებული და მოდი მე ჩემ ცხოვრებას მივხედავ, როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს და როგორი პრობლემებიც არ უნდა შემხვდეს, მე ამ ყველაფერს ჩამოვიშორებ, აქ უკვე ცოტა იცით როგორი მომენტი არის, ცოტა ერთადერთი პრობლემა რაც არის, ეხლა როგორც მე ხედავ და ვგრძნობ, ეს არის თქვენი იმპულსურობა. შეიძლება აი ამ ერთი როიტყვიან ერთი ხელის მოქნევით ისეთი ადამიანებიც ჩამოხსნათ თქვენ და ჩახსნათ თქვენი ურთიერთობიდან მეგობრები, ოჯახის წევრები შეიძლება იყოს აქ, რომლებსაც რეალურად თქვენთვის სიკეთე უნდა, როდესაც რეალურად ისინი თქვენზე ზრუნავენ და იმდენად ცოტა აგრესიული მომენტები გაქვთ და ამიტომ ამას აუცილებლად უნდა დაუკვირდეთ, ხო, აი რაღაცა ეს სიტუაცია არის თქვენთან, თითქოს ყველას მხრივ გაქვთ რაღაც ისეთი მომენტი, რომ საერთოდ გავსუფთავდე აი ეს მდგომარეობა, რის თქმა უნდა სამყაროს თქვენთან მიმართებაში. ხო, ანუ ნახეთ, აქ რისი თქმა უნდა სამყაროს თქვენთვის და რისი მინიშნება უნდა მე როგორც გითხარით, აი აქ ხართ იმ მომენტში, როდესაც ყველას და ყველაფერს ხვდით და ისე არ მოხდეს, რომ საბოლოო ჯამში მართლაც ყველას მხრიდან დარჩეთ მარტო. ნახეთ, მარტო დარჩენა არ არის ცუდი, არასოდეს არ შეგეშინეთ მარტო დარჩენის, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის აქ. აქ გჭირდებათ თქვენ ცოტა მეტი გონება, ცოტა მეტი გაანალიზება, ცოტა მეტად დაკვირვება იმ სიტუაციების და იმ მდგომარეობის, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ნახეთ როგორი მომენტი არის. სამყარო გეუბნებათ იმას, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით ის ადამიანები, რომლებიც მართლაც რეალურად თქვენი დახმარებისთვის არის, ისინი ჩაიხნათ, ხო? ანუ აქ რაღაცა მომენტში არ მოხდეს ისე, რომ თქვენი თავი ჩაიგდოთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც იმის მაგივრად, რომ ახლისკენ წახვიდეთ, არ მოხდეს ის, რომ თქვენი თავი პირიქით დაბლოკოთ და პირიქით ისეთ მდგომარეობაში მოახოდროთ, სადაც შიშის მდგომარეობა უფრო გაგიღვივდებათ, ხო? ამიტომ ნახეთ როგორი მომენტი არის თქვენი რადიკალური გადაწყვეტილება ყველაფერთან მიმართებაში, შეცვლა და ყველაფრის ერთიანად ჩაჭრა და ჩახსნა არ მოხდეს ისე, რომ შიხში შეგიყვანოთ, ხვდებით? ანუ აქ სამყარო გეუბნებათ, რომ დაბალანსდით, ემოციებს ნუაყვებით, ესე იმპულსურად და ესე რაღაც ქაოტურად ნუ იმოქმედებთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება ითქვას, რომ მოგიწიოთ საკმაოდ ისეთი
ბრძოლების მდგომარეობა, ხო? ისეთი არჩევანის წინაშე დადგეთ და ისეთი ენერგიების წინაშე, რომ რაღაცა პრობლემები შეიქმნათ. თუმცა თუ თქვენ გააკონტროლებთ და იმუშავებთ იმასთან მიმართებაში, რომ ეს იმპულსები, რომელიც თქვენ ახლა ამ ეტაპზე გაქვთ, დაძლიოთ და მოახერხოთ თქვენი ენერგეტიკის დაბალანსება და თქვენი მდგომარეობის დაბალანსება, აქ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ ამ სიტუაციიდან გამოვხვალთ, თქვენ შეძლებთ ამ ყოველფრის დაძლევას და გადახვალთ იმ მდგომარეობაში, რომელშიც გინდათ, ხო, რაღაცა იმ ჰარმონიულ მდგომარეობაში, რომელშიც გინდათ, რომ შეხვიდეთ, ხო, აქ თუ პირად ურთიერთობებთან არის მით უმეტეს კავშირი, მოდით ესე გეტყვით, რომ აქ იმპულსები ზე და რაღაცა ვიღაცამ რაღაცა გითხრათ, არ ვიცი, რატომ მოვიდა ახლა ეს ინფორმაცია, მაგრამ აი ხო არის, როდესაც ვიღაცა გეტყვით, რა იცი რა შენი მეგობარი ბიჭი თუ მეგობარი გოგონა დავინახე ვიღაცა საყავასო და ჯერ გადაამოწმეთ ინფორმაცია, ნუ ეცემით და ნუ გაბრტყვნით, ხო? ანუ არ აყვეთ, არ აყვეთ იმ ან სამსახურში იცი რა შენზე იმანის თქვა და ამ დროს შეიძლება კი რაღაცა თქვა, მაგრამ ის არ უთქვია, რაც თქვენთან მოვიდა ინფორმაცია, ხო? აქ იმპულსებს ნუ აყვებით და გადაამოწმეთ ჯერ. აქ მეტი ფიქრი გჭირდებათ იმისთვის, რომ კი, მე არ გეტყვით, მოსაშორებელი უნდა მოიშოროთ და დასაძლევი უნდა დაიძლიოს, წასასვლელი უნდა გაუშვათ, მაგრამ აი აქ ბალანსის დაცვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და თქვენ აი ამ რადიკალურ ცვლილებებში რახან ხართ ბალანსი დაიცავით, რომ საბოლოო ჯამში სწორად დაალაგდეს თქვენი ენერგიები და სწორად გადანაწილდეს თქვენი მდგომარეობა. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა სამივე ვარიანტი. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ. არ ვიცი, ვისთვის იყო საჭირო ეს ინფორმაცია, მაგრამ ვისთვისაც იყო იმედია სწორი მიმართულებები დაინახა და ყველამ თავისი მდგომარეობა წაიკითხა, სწორად გაანალიზებს და კიდევ უფრო მეტად მომზადებული იქნება ნებისმიერი სიტუაციისთვის, რომელიც შეექმნება. მოკლედ აი ესე უნდა და სამყაროს თქვენთვის ესეთი ინფორმაცია, რომ მომეწოდებინა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს იმისთვის, რომ გამოწერილი გახდით ჩემი არხი, იმისთვის, რომ უსმენთ და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიწერთ ხოლმე კომენტარებს, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო არის ჩემთვის, რამდენად სწორად მუშაობ და რამდენად გეხმარებით ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. და ძალიან გამახარებთ თუ დაწერთ რა გაშლები გავაკეთო, ასე გთხოვთ, რომ ეს მარტო პირად კონკრეტულზე ნუ იქნება, იმიტომ რომ ხა დამიბრუნდება თუ არა, ან როგორ განვითარდება ჩემი და ვთქვათ, ესე მისი ურთიერთობა, ესე არა, ხო, ვთქვათ, საზოგადოდ რაც ცოტა ისეთი ჩავშალოთ უფრო საინტერესო სიტუაციები, ხო? აქედან გამომდინარე, ველოდები თქვენგან შემოთავაზებებს გაშლებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მადლობა და დროებით.